გადავინაცვლოთ ჩვენ გადაცემის შემდგომ სტუმართან, შევახსენოთ ტელემაყურებელს, რომ 2013 წელი იუნესკოს ეგიდით 16 აყაიშვილის საიუბილეო წლად გამოცხადდა. წმინდანის დაბადებიდან 150 წლისთავისადმი წლისთავთან დაკავშირებით დღეს 2 მაისს ქუთაისში საკმაოდ საინტერესო გამოფენა გაიმართება. ამის შესახებ დაწვრილებით გვესაუბრება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერ თანამშრომელი, გამოფენისა და განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნესტან ბაგავი. მოგესალმებით. დილამშვიდობის. დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუდიის სტუმარი. მადლობა მოწვევისთვის მივესალმებით თქვენ ტელევიზიის ერთგულ მაყურებელს. ქალბატონ ნესტან, მე მინდა გთხოვოთ ვიდრე კონკრეტულად ამ გამოფენის შესახებ ვისაუბროთ, რომელიც დღეს იქნება წარმოდგენილი ქუთაისში. მანამდე ზოგადად რომ გითხრათ, როგორ მიმდინარეობს საიუბილეო წელი და რამდენად არის ვთქვათ აი ამაში, რამდენად აქტიურად არის ჩართული ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. მოგეხსენებათ, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი არის საწევი, სადაც ინახება 6 ღვთისკაცის პირადი არქივი. ბუნებრივი ამ ღირსშესანიშნავ წელს, თარიღს, მის საიუბილეო წელს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ეხმიანება. ჩვენ სისტემატურად მოგმართავენ სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან, მოგმართავენ სკოლებიდან. გახსოვთ ალბათ თებერვალში გამოაცხადეს განათლების სამინისტრო 16 აყაიშვილის კვირეული და ჩვენ გვიწევს სისტემატურად მასალა 16 აყაიშვილის შესახებ მივაწოდოთ სხვადასხვა აუდიტორიას. დაგეგმილი გვქონდა ჩვენ გამოფენის გაკეთება და ვინაიდან სულ ცოტა ხნის წინ დაგვიკავშირდა ქუთაისის მერია, ეს ძალიან სასიამოვნო ფაქტია, როდესაც ინიციატივა მოდის რეგიონიდან. ამ მხრივ ქუთაისის მერია ნამდვილად გამოირჩევა, მათთან ერთად არაერთი პროექტი გაგვიკეთებია და მათი სურვილი იყო, რომ 2 მაისს ქუთაისობის დღესასწაულზე გამართულიყო 16 აყაიშვილის საარქივო მასალის გამოფენა იმ კედლებში, სადაც ექვთიმე პირველი ნაბიჯები გადადგა თავისი ცოდნის და თავისი პროფესიონალიზმის სფეროში. კი მე მინდოდა მეკითხა რატომ ქუთაისში, მაგრამ თქვენ ფაქტობრივად უკვე გაიცით ამ შეკითხვის პასუხი. ანუ 2 მაისი არის ქუთაისობა და ასევე სკოლა, სადაც გამოფენა გაიმართება გიმნაზიაში, სადაც სწავლობდა თავად 16 აყაიშვილი. აი რა გამოიფინება, რა იქნება წარმოდგენილი ამ გამოფენაზე, რა იქნება საინტერესო და გამორჩეული დამთვალიერებლისთვის. 16 აყაიშვილის პირადი არქივში არის 2300-ზე მეტი საარქივო ერთეული. ამიტომ მნიშვნელოვანი იყო რა შევარჩევდით და რა აქცენტებს გამოვყოფდით. მოგეხსენებათ, ამ თუ იმ საზოგადო მოღვაწის თუ მწერლის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია, მათი ნაწარმოებები, კრიტიკული ჩანაწერები ფართო საზოგადოებისთვის ასე თუ ისე ცნობილია. საარქივო მასალას აქვს განსაკუთრებული ხიბლი, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ წარმოაჩენს ამ მოღვაწის იმ კუთხეს, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად არის ცნობილი. ჩვენ შევიცადით ამ მიმართულებით წავსულიყავით და გამოფინეთ მისი ბიოგრაფიის და მოღვაწეობის ამსახველი თითქმის ყველა ასპექტის მაჩვენებელი მასალა. ეს გახლავთ მისი ბავშვობა, ავტობიოგრაფიული ჩანაწერები. შემდეგ მისი მოღვაწეობა წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებასთან თანამშრომლობის თვალსაზრისით, საისტორიო საეთნოგრაფიო საზოგადოების დაარსებასთან დაკავშირებული მასალა. მისი და მისი მეუღლის მიმოწერა, როდესაც ის ექსპედიციებში იყო, გზავნიდა ძალიან ბევრ წერილს ნინა პოლტარაცკაია. და ბუნებრივი ვერაუვლდით გვერდ ჩვენ ექსპედიციებს და ასევე განძის ოდისეას, განძის ისტორიას თბილისიდან პარიზში და პარიზიდან ისევ თბილისში. რამდენხანს გასტანს გამოფენა, ვთქვათ, რამდენხანს დარჩება ქუთაისში? მოგეხსენებათ, არის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული წინ, ამიტომ გამოფენა გაიმართება დღეს და გაგრძელდება ხვალ, ანუ 2-ში და 3-ში იქნება ეს გამოფენა. ანუ ეს ხანმოკლე იქნება. აი შემდგომ ხომ არ გაქვთ დაგეგმილი აი ამ გამოფენის სხვა სივრცეში გადატანა და კიდევ თქვათ განმეორებით გამოფენა იმ მასალის, რაზეც თქვენ ახლა ის. იგივე თქვათ რეგიონებში ალბათ მათთვისაც უფრო საინტერესო იქნება ეს. რეგიონებში მასალის გასვლა არის დიდ სიფრთხილესთან და დიდ დაცვის საშუალებებთან დაკავშირებული. ამიტომ თუ არის ინიციატივა რეგიონიდან, ასეთ შემთხვევაში ჩვენ მივდივართ ამ ინიციატივაზე. სხვა შემთხვევაში ჩვენი წინადადება ჩვენი მხრიდან წასული ალბათ არ იქნება გამართლებული. რაც შეეხება თბილისში გამოფენის განმეორებით გამართვას, ეს შესაძლებელია გაიმართოს უფრო ფართო მასშტაბით, ვინაიდან ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში თავმოყრილი მასალა, თუმცა ამ შემთხვევაში დამოკიდებული ვართ ჩვენ
რამდენად იქნება ინტერესი და დაკვეთა საზოგადოების მხრიდან. ქალტურნესთან მადლობა ღმერთს, რომ საკმაოდ ვრცელი არის ის საარქივო მასალა, რომელიც არის დაცული სწორედ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. თქვენ წეგამბრძანეთ, რომ ნაწილი ამ საარქივო მასალებიდან მეტნაკლებად არის ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი. აი რამდენად არის შესწავლილი, თქვათ, ბოლომდე თუ არა რაღაცა დიდი ნაწილი მაინც აი ამ საარქივო მასალისა, რაც არის დაცული თქვენთან. ექვთიმე თაყაიშვილის არქივის მნიშვნელოვანი ნაწილი, მისი პირადი მოგონებები, ჩანაწერები, იგივე განცდთან დაკავშირებული მასალა არის საკმაოდ კარგად შესწავლილი. თუმცა ერთი რაღაცის აღნიშნა მინდა აუცილებლად, როდესაც დღეს ახსენებენ ექვთიმე თაყაიშვილს, პირველ რიგში საზოგადოებაში ჩნდება ასოციაცია განძის მცველთან. დიდ ნაწილში მეგულისხმობ ფართო საზოგადოებას და არა პროფესიულ საზოგადოებას. და ასეთ შემთხვევაში ჭრდილში რჩება ის უდიდესი ღვაწლი ექვთიმე თაყაიშვილისა, როგორც თვითონ წერს, ფეხდაფეხ დავლილი საქართველო. ეს არის თანამედროვე საქართველო თუ ისტორიული საქართველო, სომხეთს გულისხმობდა ტაო-კლარჯეთის ისტორიულ ტერიტორიას. მისი ექსპედიცია. ძალიან დიდი ღვაწლი აქვს საქართველოს ეკლესიის წინაშე, გულისხმობ აი ფრესკების გადმოწერილი, გადმოხაზული, ძალიან ბევრი ჭედურობის ნიმუში, ძალიან ბევრი ტაძარი დღეს საერთოდ აღარ არსებობს, ან დაკარგული, ან დანგრეულია მთლიანად და ექვთიმე თაყაიშვილის მიერ გაკეთებული ჩანაწერები, ჩანახაზები საგულისხმოა ის მიდიოდა შეძლების დაგვართ ყოველთვის ფოტოგრაფთან ერთად ექსპედიციაში ფოტოები. დიდარი მასალა ხო? დიდარი, ძალიან დიდარი მასალა და ეს მასალა არის ჯერ სათანადოდ შეუსწავლელი. ძალიან ბევრი რამ არის ექვთიმე თაყაიშვილის არქივში ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი და ამ მხრივ არის ძალიან საინტერესო, არის ძალიან მრავალმხრივი. აქ შეუძლია თავისი კვლევის ობიექტი ნახოს ხელოვნებად მცოდნემ, არქიტექტორმა, არქეოლოგმა, ლიტერატურად მცოდნემ, უბრალოდ ჭედური ხელოვნების ოსტატმაც კი, რომელსაც შეუძლია იმდენ დეტალურია მისი გადაღებული ფოტოები, ორნამენტის ხასიათი, ხაზები შეიძლება გადმოიღოს ადამიანმა. თქვენ მართალი ბრძანეთ, რომ აი ექვთიმე თაყაიშვილი არის განძის მცველი მთელი საქართველოსთვის და შეიძლება მისი სხვა მიმართულებები ის რომ ის ნამდვილად საოცრად ღვაწლმოსილი ადამიანი არის სხვადასხვა მიმართულებით. ეს დღემდე უცნობია. მე მაინტერესებს საზოგადოება რამდენად არის ჩართული და თუნდაც ახალგაზრდები და სტუდენტობა აი იმ საიუბილეო ღონისძიებებში, რაც წლის განმავლობაში იმართება და მე ვიცი რომ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ამის ერთ-ერთი აქტიური მონაწილეა ამ ღონისძიებებში. ძალიან დიდი არის დაინტერესება სასკოლო ასაკის მოსწავლეების მხრიდან. ისინი აღსანიშნავია, რომ მხოლოდ პედაგოგის ინიციატივით არა, ეს რამდენიმე კაციანი ჯგუფები იქმნება სკოლაში, აკეთებენ რაღაც პროექტებს, მოდიან, იღებენ ხელნაწერებს, რომლებიც ექვთიმე თაყაიშვილის წყალობით გადარჩა, უნდათ ჩაწერონ ინტერვიუები, უნდათ მოეძიონ ისეთი მასალა სწორედ, რასაც წიგნში ვერ მოეძიებენ და ალბათ მართლები არის, როდესაც ჩვენ მოგმართავენ. ეს მისასალმებელია მათი მხრიდან და დასახალისებელი. ძალიან დიდი დაინტერესება ხშირად გვაუწყებენ ისეთი შეკითხვებით მოდიან მოსწავლეები. თქვენ განათლებისა და გამოფენის დეპარტამენტის ხელმძღვანელობამდე და ხშირად გიწევთ ხოლმე სწორედ აი ამ მოსწავლეებთან შეხვედრას. დიდი სიამოვნებით. კეთილი, დიდი მადლობა მობრძანებისთვის. ტელემაყურებელს შევახსენოთ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერთა თანამშრომელი გამოფენისა და განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნესტან ბაგაური გახდათ ჩვენი გადაცემის სტუმარი და ჩვენ საუბრობდით იმ გამოფენის შესახებ, რომელიც დღეს 2 მაისს გაიხსნება ქალაქ ქუთაისში და რომელიც ეძღვნება ექვთიმე თაყაიშვილის 150 წლის იუბილეს. თუმცა მე მინდოდა ქალბატონი ნესტარისთვის კიდევ ერთი კითხვა და მე სამწუხარო არის და აი რა ღონისძიებები არის შემდგომში უკვე დაგეგმილი, აი წინასწარ თუ არის ეს უკვე ცნობილი ექვთიმე თაყაიშვილის საიუბილეო წელთან დაკავშირებით. ექვთიმე თაყაიშვილის საიუბილეო წელს უშუალოდ არ არის თემა ექვთიმე თაყაიშვილი, მაგრამ მოახლოეს მომავალში ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი გამოფენა ვეფხისტყაოსანთან დაკავშირებით და მოგეხსენებათ ვეფხისტყაოსნის არაერთი ნუსხის აღმოჩენაში, შეძენაში, გადარჩენაში ექვთიმე თაყაიშვილს ძალიან დიდი ღვაწლი მიუძღვის. ამჟამადაც ერთ-ერთი ვეფხისტყაოსნის ზუსტი ასლი მულაში წერეთლისეული ვეფხისტყაოსნის გამოფენილი იქნება ქუთაისში.
დიდი მადლობა. კიდევ ხომ არ გაქვს შეკითხვა? ძალიან დიდი მადლობა. ახლა უკვე ნამდვილად დაგემშვიდობებით. დიდი მადლობა ქალბატონ ნესტან. გამოგწევთ